ჯერ კიდევ ერთსართულიან ამერიკაში ჩასახული თავისუფლების მუსიკა, ჯაზი, რომელიც ახალი ორლეანის მასშტაბით მხოლოდ ხალხურ მუსიკად ითვლებოდა და მისი შემსრულებლებისა და მსმენელის რაოდენობა ნამდვილად არ აჭარბებდა რამდენიმე ასეულს, უკვე 1920 წლიდან მთელს ამერიკას მოედო. მოგვიანებით ამ მუსიკამ ევროპაშიც გადაინაცვლა, 40-იანი წლებიდან კი მას უკვე მთელს მსოფლიოში იცნობდნენ. 60-იანი წლებიდან ჯაზი დამოუკიდებელი მუსიკალური მიმართულება იყო, მოგვიანებით კი იგი მთელ ინდუსტრიად იქცა. ჯაზმა განვითარების ყველაზე საინტერესო ეტაპები გაიარა. კლასიკურიდან სვინგის ერაში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ თანამედროვე ჯაზის განვითარებაც მოჰყვა, ბოპითა და კულ ჯაზით. მოკლედ მომხიბლავი ლეგენდის მიხედვით ეს მუსიკა ორლეანის ღარიბ უბნებში იშვა, საიდანაც შემდეგ მისისიპიმდე და მემფისამდე მივიდა, იქიდან კი სენტ-ლუისსა და რაც თავარია, ჩიკაგოში ჩააღწია. მოკლედ იგი დღემდე ყველაზე დახვეწილ გემოვნებიან, რაფინირებულ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინტელექტუალურ მუსიკალურ მიმდინარეობად ითვლება, რომელიც მსმენელის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვისაა განკუთვნილი და თავს არა მხოლოდ დიდ ჰოლებსა და საკონცერტო დარბაზებში გრძნობს კარგად, არამედ კლუბებშიც. თუ ჯაზმა ამერიკიდან გამოაღწია და ევროპაში შეიჭრა, ცხადია შემოვიდოდა საქართველოშიც და ასეც მოხდა. ამ მუსიკამ სოციალისტურად მაღალი ტემპერატურის მქონე საქართველოშიც იპოვა მიმდევრები, რადგან აქვე თავისუფლება ყველაფერთან ერთად სწორედ მუსიკასთან ასოცირდებოდა. ამ მხრივ კი საქართველოს სიამაყის უფლება ნამდვილად აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში პირველი მასშტაბური ჯაზ ფესტივალი სწორედ თბილისში ჩატარდა. 78 წელს ფილარმონიაში გამართულ ფესტივალზე 23 ჯგუფი გამოვიდა. საბჭოთა კავშირის 13 ქალაქიდან ამ ყველაფერს კი დაახლოებით 30,000-მდე მსმენელი ჰყავდა. მეორე ჯაზ ფესტივალი 86 წელს ისევ თბილისში ჩატარდა, ისევ ფილარმონიაში, სადაც საბჭოურ ჯგუფებთან ერთად თბილისში მუსიკოსები გერმანიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდანაც ჩამოვიდნენ. შემდეგ იყო 89 წელი, მოკლედ ჯაზ ფესტივალების სერია საქართველოში დღემდე წარმატებით გრძელდება. ჯაზის ქართველი შემსრულებლების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს საქართველოში არ არის. ქართველებმა კარგად იციან ის, რომ მათ მსოფლიო რანგის ბასისტი თამაზ ყურაშვილი ჰყავთ. იციან ისიც, რომ ჯაზის რიგებში სრულუფლებიან წევრებად დიდი ხანია ჩაირიცხნენ პაატა დემურიშვილი, ოთარ მაღრაძე, დათო მალაზონია, ენრი ლოლაშვილი და კიდევ არაერთი მუსიკოსი. დღეს ინტელექტუალური მუსიკის მოყვარული მსმენელი ყურადღებით უსმენს გულიკო ჭანტორიასაც, თინი ვირსალაძესას და მაია ბარათაშვილსაც. ჯაზის შესახებ საუბრებში ამავე მუსიკის თანამედროვე ქართველი მიმდევრები მეტნაკლებად, მაგრამ მაინც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. წინააღმდეგობა კი საქართველოში ამ მუსიკის არსებობა არ-არსებობის შესახებ შეხედულებებში ჩნდება. მოკლედ ფაქტია, რომ საქართველოში ჯაზ თავისი ისტორია ნამდვილად აქვს, თუმცა ისინი, რომლებიც ამავე ისტორიას საუკეთესოდ იცნობენ, უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ ამ მუსიკალური მიმდინარეობის მასშტაბები საქართველოში დღეს წარმოუდგენლად შემცირებულია. კონცერტები, რომელიც უფრო ხშირად ტარდებოდა, უფრო იყო მოთხოვნილება ჯაზის მუსიკოსებზე, ნამდვილად ნაკლებად ტარდება. მე იმის თქვა მინდა, რომ პროფესიონალი მუსიკოსები არიან მაინც ასე თუ ისე ჯაზის მუსიკოსები. კი არა და ყველას აქვს მუსიკალური განათლება და ისინი არიან პროფესიონალები და ისინი ნაკლებად ჩანან სცენაზე. საქართველო მაინც ტრადიციული პატრიარქალური ქვეყანაა და ქართული მუსიკა ყოველთვის უფრო მეტად პოპულარული იქნება ვიდრე სხვა მუსიკა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯაზი შეიძლება იმდენად ვერ გადასწყვეტს ფართო მასებს, ანუ ვერ გადასწყვეტს პერიფერიებს, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ ჯაზი აქ ცუდად გრძნობს თავს. პირიქით, ჯაზის ფესტივალებს თუ დაესწრებით, პირიქით, ჯაზი ძალიან კარგად გრძნობს თავს და კიდევ კარგი არიან მსმენელები, რომელთაც აქვს შესაბამისი განათლება, განვითარება და გემოვნება, რომელთაც ეს მუსიკა მოწონთ. თუმცა არსებობს ამ ყველაფრისგან აშკარად განსხვავებული აზრიც. აბრმავებენ და აყრუებენ ხალხს. ეს არაერთხელ მეთქვავს, რომ ეს არის სამშობლოს ღალატი. ამიტომ უნდა არსებობდეს სასჯელი, როგორც სამშობლოს მოღალატისათვის. ასევე მუსიკისათვის, ან მოღალატეს, რომელიც, ღალატობს ამ მუსიკას. საერთოდ ნებისმიერ პროფესიაში ვერ გონია. ღალატისთვის უნდა იყოს სასჯელი. რამდენი წლიანი? სამუდამო. ერთადერთი რაზეც დღეს ყველაზე ნაკლებს დავობენ თავად ჯაზ შემსრულებლები ის არის, რომ სამამულო საკონცერტო გამოსვლების სერიაში ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ ჯაზზე მოდის. ცხადია, აქ არ იგულისხმება თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მასში ქართველების მონაწილეობა ისიც წელიწადში ერთხელ საკმარისი ნამდვილად არ არის.
სხვა შემთხვევაში მუსიკოსები, რომლებიც იშვიათად არიან განებივრებული დიდ სცენებზე გამოსვლით, ისევ საკლუბო საღამოებით შემოიფარგლებიან. რომ არაფერი უთქვათ სტუდიურ მუშაობასა და მუსიკალურ ბაზარზე საკუთარ პროდუქციის გამოტანაზე. ამის დეფიციტს ყველაზე მეტად საქართველოში სწორედ ჯაზ მუსიკოსები განიცდიან. რაც შეეხება დღეს საკონცერტო მოღვაწეობას, მე ვფიქრობ, რომ საკონცერტო მოღვაწეობა არა მარტო ჯაზი განიცდის დეფიციტს. უკვე იმ წერტილამდე მივიდა საქართველოს პოპ კონცერტებიც ძალიან ცოტა. ჭირს კონცერტის ჩატარება. დარბაზი იქირავო, იქ გადასახადი არის. კულტურის სამინისტრო რისთვის არსებობდა და რისთვის არსებობს, ვერ გავიგე. და კულტურის მინისტრები აი რა ეხებათ, მე ვერ ხვდები რა ეხებათ. მიხვიდეს თხოვო რომ იქნება რამენაირად დარბაზი რომელიმე მიქირავო ან აპარატურის ფული, ჩემზე არ ღარავობ უკვე. უბრალოდ აპარატურა და დარბაზი. არ ჭირდები, საერთოდ არ ჭირდები. ერთეულები მაინც მუშაობენ თავის თავზე, არ ყრიან ფარხმალს, იმიტომ რომ ხელოვანის მოწოდება და ცხოვრების არსი ის არის, რომ გააკეთო რაღაც შენი საქმე. ხა მე მუსიკის გარეშე პირადად ჩემზე შემიძლია თქვა, არაფრით არ შემიძლია. ცხოვრების წესი მაქვს აგებული ამაზე და ეხა ამის გარეშე ხა მე იქ დამიძახებენ კონცერტზე, კარგანაზღაურებაზე თუ არა, მე მაინც უნდა ვიმუშაო ჩემ თავზე, რამე თუ ეს არის ჩემი ცხოვრების არსი ჰაერივით. მე მაგალითად ესა ვიყავი ფილარმონიის სოლისტი. ფილარმონიის სოლისტი რომ გამხდარიყავი. 4 კონკურსი უნდა გაგემო. იქ იყო ძალიან ესეთი კომპეტენტური კომისია, რომელიც ამოწმებდა აბსოლუტურად ყველაფერს. შენ ქონდა უფლება თუ არა სცენაზე დამდგარიყავი. მაშინ პირიქით ვალდებული იყავი, რომ თვეში 2 კონცერტი მაინც ჩაგეტარებინა. უბრალოდ გავალდებულებდნენ. ისე კი არა რომ ეხლა ეხვეწები შენ და არ გაძლევენ ამის საშუალებას. ჯაზისთვის ყველაზე მეტი ჟანგბადი თანაც არა მხოლოდ საქართველოში, სწორედ კლუბებში მოიპოვება. ისე კი ჯაზის მიმდევრებისთვის დღემდე ყველაზე იდეალურად რჩება უკვე ისტორიად ქცეული 90-იან წლებში არსებული ჯაზ soul კლუბი, სადაც კვირაში 7 დღის განმავლობაში მსმენელი აშკარად განსხვავებულ და ძალიან საინტერესო პროგრამას იღებდა. ამავე კლუბში გამოსვლის პრაქტიკა თითქმის ყველა ქართულ ჯაზ შემსრულებელს აქვს. თუმცა ჯაზ კლუბი, რომელმაც მუშაობა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა, დღეს უკვე ისტორიაა. სამაგეროდ ქართველი მუსიკოსები დღეს თბილისის 2 მოქმედ კლუბში არიან გადანაწილებული. პირველი ნოა ნოა, რომელიც დღემდე ჯაზის ერთგული რჩება და რომელშიც თვითტრილო გურტუ და ვიქტორ ბეილიც კი გამოსულან. მეორე კი კალა, რომელშიც ქართველი მუსიკოსები პრაქტიკულად ყოველკვირეულად მართავენ საკუთარ საღამოებს. მოკლედ თბილისში 2 ჯაზ ოაზისი არსებობს. მე პირადად მაქვს ყოველ პარასკევს კონცერტი 9 საათიდან. იქ ყოველ დღე არის ჯაზური პროგრამა და ძალიან ბევრი ხალხი დადის. და პუბლიკაზე როტაციული სახით შედის. იცით, მაყურებელია, ვთქვათ, ერთი ნახევარი, ერთი მაყურებელი, ერთი კონტინგენტია, ისინი გავლენ, მე ანუ პოპულარულია ეს ადგილი. როგორღაც არსებობს აი ესეთი გამოჩნდა ესეთი კლუბი, კალა კვირაობით ვარ მე. ძალიან მიყვარს იქავრობა, იმიტომ რომ იკვრება მხოლოდ ეს მუსიკა და იმდენად განსხვავებული მსმენელი მოდის, რომ იტყვით, რომ ის არის აბსოლუტურად სხვა ქვეყანა. ამ კლუბიდან არც ერთში არ გამოვდივარ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე კლუბმა აიღო თავის თავზე ის ინტერესი, რომ ჩემი პირადი კონცერტი ჩაატარა, ეს იყო კლუბი პიკნიკი, ეს იყო ბიტლს კლუბი, ეს იყო საახალწლოდ ქალბატონ სოფიკო ჭიარულელის თეატრი, რომ ქალბატონმა სოფიკო მოინდომა, რომ იქ ჩემი კონცერტი ჩატარებულიყო და არა მარტო ჩემი, სხვათა შორის იყო სერია ჯაზის კონცერტებისა. და ბოლოს ჯაზის ქართველი მიმდევრები იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოში ნამდვილად არიან ის მუსიკოსები, რომლებიც ყოველთვის შეძლებენ დიდი დარბაზების გავსებას. მეტიც იმაშიც დარწმუნებულნი არიან, რომ თუ კი ოდესმე საქართველოში მხოლოდ სამამულო ძალებით დაკომპლექტებული ჯაზ ფესტივალი ჩატარდება, იგი ნამდვილად გაამართლებს. მართალია ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა ამავე ჯაზის სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი მუსიკოსებს ნამდვილად უჭირთ. პერსპექტივას ვერ ხედავ. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს. აი, ვერ ხედავ უბრალოდ. ვერ ხედავ. ძალიან წყინს და ძალიან გული მტკივა, მაგრამ ვერ ხედავ.
ჩემთვის ძნელია ამის თქმა, ეხლა როგორ გაამართლებს და შეავსებს თუ არა ჩვენი მუსიკოსები, ჯაზის მუსიკოსები შეავსებენ თუ არა დარბაზებს, ან კერძოდ ერთ დარბაზს, მაგრამ ერთი რამ სასიხარულოდ მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ მონაწილეობთ ამა თუ იმ ფესტივალებზე, რომელიც თბილისში ტარდება, მე არ მახსოვს, რომ დაუშვათ ან ჩემ კონცერტზე, ან სხვა ქართველ შემსრულებლის კონცერტზე არ ყოფილიყო სავსე დარბაზი. ხალხს იმდენად დავიწყებული აქვს რომ რა არის ნამდვილი მუსიკა, ნამდვილი ჯაზური მუსიკა და ნამდვილი ჯაზის მუსიკოსი, იმდენად დავიწყებული აქვს რომ ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება და ძალიან დიდი რეკლამა ჭირდება. Exactly like you, exactly like you, exactly like you, like